დაწყებულია უკვე? პატარაო ხალია, ეკვარულის ტარარარა. კუნძული ამაგარი, მაქვს მაგარი ზაგარი. ე, სორია. ლიფტში არ ვეწევი. ის ზოგადად აღარ ვეწევი საერთოდ, მაგრამ კარგად გავერთეთ. კი, კარგი. გამომართვე, მაგრამ ვიცი ახლა ის ვერ მოითმენს და მე ამყვება ცინცაძე ვიშა ცინკვესები. მოგესალმებით მეგობრებო, თქვენ უყურებთ Smart Podcast-ს, მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. უფრო ღიმილით ხო არ უნდა მეთქვა? ძალიან კარგად დაიწყე. ძალიან კარგი. მადლობა რომ ასე გამომწერი მოგვემატა აი ამ სიტყვებზე, ესე კარგად დაიწყე კი. ო, შეგახსენებთ. ემოცია მოვა. კი, ომახი ქონდა. შეგახსენებთ რომ ჩვენი არხი აუცილებლად უნდა გამოიწეროთ, იმიტომ რომ დავბრუნდით ძალიან მაგარ სტუმართან ერთად და დღეს ჩვენი სტუმარია მიშა ცინცაძე. მადლობა. გამოცხადება როგორი იყო? ფანტასტიკური. ეს ყველაფერი ზემოდან არ კიდე არის. 200. კი, მაგალითად ეს ყველაფერი არ არის რა, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ინდივიდუალური ადამიანები და თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გამოცხადება გვაქვს ხოლმე სტუმართან. შენ უნდა უთხრა სტუმარს, რო? კი, ხო, მაგრამ მაგაზე ხო შემყავ ხარ. ხო, მიდი თავიდან. ხო და სამ ვერსიას შემოგთავაზებთ მოკლედ რა და ერთი უნდა არჩიო და გამოცხადების? ხო, გამოცხადების და ამ გამოცხადებაზე შემოხვალ და მე დავიწყებთ რა. ოკეი. ამ ჩათვალე ახლა არ შემოსულ ხარ, ეს ყველაფერი გარეთ ხდება და ჩვენ უნდა გამოგაცხადოთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ ჩვენი სპონსორი? რა თქმა უნდა. ები? კი ბატონო. ხო, ჩვენი სპონსორია ძალიან მაგარი კომპანია Dorhouse-ი, კარის სახლი, ლინკი აღწერაში გვაქვს, შეგიძლიათ ნახოთ მეგობრებო და ასევე თორნიკე. ჩვენი სპონსორია Tesla, მსოფლიოში უდიდესი კომპანია და მინდა ყველას ურჩიო შეიძინეთ ამერიკული ელექტრომანქანები, მართეთ მომავალი. კაცია ულვაში და გული სიმღერა იცის და ბევრს გვაცინებს ვიცი ახლა ის ვერ მოითმენს და მე ამყვება ცინცაძე ვიშა ცინკვესები ოკეი. მე მგონი სულად არ მიმღერია ეხა ჩემი აზრით შემდეგ ორს აზრი დაეკა. კი. არა, მოვისმენ მაინც. მაინც ჩემი რა მიდის? მიდი გიგვი. ნახე ხა მე როგორ გამოცხადო ჩვენთანა მიშა მაგარი სტუმარია შენთან არ ვართ ნამყოფი და სირცხვილია როგორ დაიფატინე სხვადასხვა გიგას აქ ხოლმე სულ ესეთი გამოცხადებები რა ანუ ერთ სტუმრებს ეუბნება რომ ადამიანი რომელიც ჩვენთან ხელცარიელი არ მოვიდა ესეთი გამოცხადებები არ დამაცადეთ თორე ვამბობდი მაგას ეგუნა აღმენიშნა რომ მარტო თავი კი არ დაიპატიჟა ნამუზეც ამარ სირცხვილია აი გიგა გამოირიცხა მაშინ და ჩემ არა ჯერ სამი უნდა მოვისმენ. კაი მე მოკლე არ ძალიან ჩემი გიტარა დაგავიწყდა გიტარა ორი სიმღერა ერთად გაერთიანებული. ძალიან კარგი ა მინდოდა რომ ერთი ყოფილიყო მაგრამ სხვაგან წავედით და კაი მოკლე იყო ძალიან შემონა არა მე მგონი რომ თორნიკესი მოეწონა ყველა ძალიან მაგრამ ჩემსაც არ თვითონ გადაწყვიტეს რა არის იცი მოდი ხარ ცოტა სამივედან რო ავიღოთ და იდეალური რა აი შენ როგორ წებოდა ჩემი იყო ესე რომ კაცია ულვაში და გული მე შენ იყო მიშა მაგარი სტუმარია გიტარა დავიწყდა კაია ეგ არ გავაერთიანეთ კაი იყო მიშაც შემოვიდა კი და შეგვიძლია რომ დავიწყოთ დავიწყოთ საუბარი აუცილებლად შენ რა გაინტერესებდა აბა მით მე საერთოდ რატომ მოვიწიოთ ადამიანი ხო მე გეტყვი ახლა დიდი ხანი არ მინახავს შენ გაინტერესებს როგორ მიდის მე ვიცი რომ კარგად მიდის საქმეები მაგრამ მინდა რომ თვითონ ისაუბროს და პირველ წყაროდან გაინტერესებს ხო დედანში მაინტერესებს როგორ მიდის საქმე ფანტასტიკურად მშვენივრად კარგად მიდის ამბები სხვადასხვა ლაივ მაყურებელი ეზრდება ცინკვესებს რაც ყველაზე კაია და ნელ-ნელა ჩამოყალიბდა თქვენ რომ ესწრებოდით ხოლმე ადრე მაშინ იყო ოთახში ვიღებდით ჩემთან სტუდიაში მე იმის მერე გადავედით რამოდენიმე ბარი შევიცვალეთ და საბოლოო ჯამში გავჩერდით სოულაკიში და ჩაწერას ესწრება ხოლმე ძალიან ისეთი როგორ ვთქვა
ადამიანი რომელსაც ძალიან უყვართ ეს დიდი აუდიტორია. დიდი აუდიტორია არ არის 20-30 კაცია ხოლმე ბარიდან გამომდინარე იმიტომ დიდს არ ვაკეთებ მაგრამ ამის და მიუხედავად რაღაცა ბარ შოუდი ჩამოყალიბდა ანუ ახალი მიმართულება მიიღო რაღაცა ლაივ ბარ შოუსავით არის და ძალიან კარგ რაღაცას ყალიბდება და ახალი შუქჩერდილები შეემატა ცინკოსებს და ძალიან კარგი ეს არის სიახლე კი, ძალიან კაი. შუქჩერდილი, ახალი შუქჩერდილი. საუნაკის აქედანაც მოვიკითხავთ. კი, აუცილებლად. ხალხი ძალიან კარგი ადამიანები. მეც ყოფილვარ ჩაწერაზე რამდენჯერმე და ჩემი მეგობრებიც ვიცი რომ რამდენჯერმე 1-2 ალბათ, იმიტომ რომ ვერ ყოფილვარ. ხა ისეთ დროს არის ხოლმე მაგდროს ამსალი დაახლოებით 7 წლით არის ხოლმე. მაგრამ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ხალხი დადის, იქაც ბარშიც რო ყოფილვარ, როდის არის ჩაწერა, ესე ამბობენ ხოლმე, ხშირად ეკითხებიან ბარმენებს. ძალიან ხშირად ეგეთ შემთხვევაში. კი ბატონო. ეს ახლა იუმორისტული მიმართულება კი ბატონო, მაგრამ შენ ნიჭიდან გამომდინარე სხვა პროექტებსაც აკეთებ, არა მარტო იუმორისტულს და მინდა რომ ჩემი ძალიან დიდი ტაში, რომელიც ახლა ხშირად ვერ გავაკეთე, მაგრამ ისე ვიტყვი ვერბალურად მაიკერუს ძალიან ბევრი წარმოსახვეთი აპლოდისმენტები. ეს მაგრამ უფრო დიდი უნდა იყოს, იმიტომ რომ ძალიან კარგი და სერიოზული მუსიკაა, მართლა ძალიან მომწონს. შენ და შენი ძმა ხართ ხო ჯგუფში? მე და გიგა ვართ. ხაზგასმით მე და გიგა ვართ. იყო შემოთავაზებები რომ აი ბენდად გარდა გვექმნა ეგ ამბავი, მაგრამ არა, უფრო საინტერესოა ორ კაცი ტექნიკურადაც უფრო საინტერესოა, როდესაც ორი ადამიანი ხარ და ისედაც რახან ვარ ძმები, 5 ძმა რო ვიყოთ, შეიძლება ბენდად გააკეთო, მაგრამ რახან 2 ძმა ვარ. იყოს დუო რა. ეს კონკრეტული ამბავი იყოს დუო, იმიტომ რომ თავიდან ბოლომდე არის ეს ძმების რა ქვია მაგას არ ვიცი შერწყმულობა. თქვენ გეცოდნებოდა. კი, სხვადასხვა ჩვენც ეგრე გვინდოდათ. და არ გამოვიდა, ხო? თორკე. კი, მესმის. აი, რაღაცა ის გამო, ხო. ჰარმონია ერთმანეთში და კი, ბატონო, ეხლა ცოტა ხანი პაუზა დავიჭირეთ, იმიტომ რომ გიგა სახსი შენებს, დიდ სახსი შენებს, იქეთ ბათუმის შემოგარენში ცოტა იქეთ. ხო და ვერ ახერხებს ისე ხშირად ჩამოსვლას, მაგრამ რაღაცა იდეები, ჩანახატები, რაღაცები გვაქვს, რასაც ველოდები თუ როგორც ჩამოეხა აპირებს სხვადასხვა ჩამოსვლას, თვის ბოლოს ჩამო 1-6 დღით და ერთი ახალი ტრეკი უეჭველი უნდა დავამატო. ანუ უნდა ველოდოთ სიახლეებს აუცილებლად, ხო? მაიკერო ვისი გემოვნება უფროა, შენი თუ შენი ძმის? 50-50-ზეა რა. სრული 50% არის ჩემი ძმის, სრული 50% ჩემია. საქმეც ეგრე გვაქვს გაყოფილი. ჩემი ფართები სამღერი არის, თავიდან მოვიდე ჩემი დაწერილი, გიგას ფართები არის, გიგას დაწერილი. ტექნიკურად რაც შეეხება, ბითი არის გიგაზე, შემდეგ უკვე საუნდ ინჟინერია, მიქსინგ მასტერინგი არის ჩემზე. გიტარები, სიმებიანები არის გიგაზე, კლავიშებიანები არის ჩემზე და ასე შემდეგ განაწილებული გვაქვს. ძალიან საინტერესოა. ხო, ძალიან მაგარია. და სხვათა შორის როგორი 7 ძმო სასმენად არის მაიკერო რა. 100ჯერ უფრო 7-ია საკეთებლად. ისეც ასეამოვნოა საკეთებლად, რომ შეიძლება გაგიჟდე რა. აი ძალიან გვსიამოვნებს. თან მე ვიცი რომ აბსოლუტურად ყველა ხმა, აი ხო არის ხოლმე მაგალითად როცა აკეთებენ რაღაც ელექტრონული მიმართულებები, როცა არის რაღაც სემპლებს რო იყენებენ, ხოლმე მე ვიცი რომ მიშა თვითონვე უკრავს და მაგიტომაც არის ეგეთი ჟღერადობა აბსოლუტურად ყველა იმაზე ინსტრუმენტზე რაც არის გამოყენებული. მე ეგრე ვიცი და მაგიტომაც არის ეგეთი მაქსიმალურად თუ მანდა მაინც სინთეზური ის არ გჭირდება ხმა რაღაცა ელექტრო ხმა. ხო ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ლაივი იყოს ჩანაწერში ყველაფერი დაწყებული სასულეებიდან დამთავრებული გიტარებით, ბას გიტარებით და ასე შემდეგ. მე ვიცი რომ მიშას ოჯახში ესდება ერთი ძალიან მაგარი მუსიკოსი მომავალი. ხო, ხშირად უდევს ხოლმე და ამ ბოლო დროს ცოტა რა არის ცოტა წამოიზარდა რაღაცა ინტერესები ცოტა შეეცვალა რაღაცეები და ვუშვებ თავის ჭკუაზე რომ მოიყირჭოს ყველაფერი და საბოლოოდ რაც ის ინტერესის დარჩება მე ჩემსაც გავაკეთებ ჩემზე რაც არის დამოკიდებული თავიდან ბოლომდე შევასწავლე უკულელეს ვსწავლობთ უკულელეზე უკრავს ისე თუ ასე დიდი ხანია ვსწავლობთ იმიტომ რომ თამაში ვსწავლობთ არ ვისვამ და ხო მოდი არ შეძულდეს ის ხო რაღაც რომ მომდება მაშინ თვითონ როგორც კი მომდება მხოლოდ მაგ პერიოდში სანამ მოწყინდება ამიტომ გაგვეწევა დიდი ხანი ეს ამბავი, მაგრამ უკრავს უკვე კარგად უკრავს. რა არის, ნიჭი აქვს ძალიან მაგარი ნიჭი აქვს. უბრალოდ უნდა დააინტერესოს რა. თუ არ დააინტერესა, 1 საათი რო ეჯდე, დამთავრდა.
თუ დააინტერესა უშენოდ მოახერხებს რაღაცას რა. და ისე შენთვის რა იყო ეხა ბავშვობაში? შენც ეგრე იყავი ბავშვობაში რაღაცა თუ არ დაგაი, ანუ ამდენ ინსტრუმენტზე რო ისწავლეთ, რაღაც მუღამი ხო გქონდა? ნუ ეხა ვიცი მე შენი ოჯახიდან გამომდინარე, ეხა მამა შენიც მუსიკოსია და იქნებოდა ეს გავლენაც, მაგრამ აი რა იყო რომ აი რაღაცამ დაგიჭირა მუღამი, რომ აი ყველაფერზე მინდა რომ უკრავო. ინტერესი მოვიდა მერე უკვე მერე მოვიდა. აი რასაც ქვია რომ სადღაც 16-17 წლის ასაკში უკვე რომ ყველაფერი ძალით რა ძალით ნუ ყოველ შემთხვევაში ინტერესის გამო არა ზოგადად ისე მოიტანა რომ ყველაფერი მქონდა ნასწავლი მაგრამ მე უკვე ცოტა ხანში YouTube-იც რო შემოვიდა YouTube ტუტორიალების ნახვა რო შევძელი ხვდები აი მაგ პერიოდში წამოვიდა უკვე აი რაღაცაზე ჩაჯდომა და ინტერესი მაგათაც ფლეიტაზე დაკვრა ვისწავლე თავიდან ბოლომდე ჩემით უკულელე გავარკვიე თავიდან ბოლომდე ჩემით როგორ რანაირად და ჩემი უკულელე აი რომელზეც უკრავ ხოლმე ცინკვესებში ეგ უკულელე არის ბარბარაზე დიდი არის ასაკით რა 12-13 წლის არის ეგ უკულელე და ბარბარე არის 10 წლის არის ხო და აი პირველი გამოვიწერე ეგ უკულელე და მაგ უკულელეთი 2013-14 აღარ მახსოვს რა და მაქედან წამოვიდა უკვე ის კირკიტი რო დაიწყე და დავიწყე რა მასანკარიდან ტელევიზიაში რომ მიხვედი რა. პირველი შოკი რა იყო? ნახე რა უფრო გეუბნები გეტყვი ხა. მაგალითად ჩვენ ახლა მასანკას რო თამაშობდით, ეგრევე სადაც 18 წლისები ვიყავით და მივედით ტელევიზიაში, რაღაც კონკრეტულ გადაცემას უნდა გვემუშავა და იქ მივხვდით რომ აი რაღაცას ჩვენ გვეცინება ახლა. აი ჩვენ გაგვეცინა ეს და ეს დაუწერეთ და ნუ ხალხს არ ეცინება ამაზე რა და ანუ რაშია პრობლემა? მან ხო მე ვერ შვები თუ ანუ რა ხდება და მე სანამ აქამდე მივედით რომ ისეთი ხუმრობები დაგვეწერა, რაზეც ხალხს ეცინება და იდეაში ტელევიზია მაგისთვის არის რომ მას ამიცინოს. ძალიან რთული იყო და ეგ იყო შოკი რომ რატო? ანუ ვერ მიხვდებოდი და შენთვის იყო ეგ პრობლემა თუ არ იყო? რა თქმა უნდა იყო. ჩვენ ახლა სცენარული ტექნიკური კუთხით სანამ ჩამოყალიბდები, რა არის ტელევიზიას თავისი სცენარისტი ყავს. სხვა მასანკას თავისი სცენარისტი, სხვანაირი ტექნიკურად სხვანაირი წერა ჭირდება. მე რო ალბულების ქუჩაზე დავიწყე მუშაობა, ნუ ხო არის რომ კი არის სერიალისთვის აკეთებ, მაგრამ მაინც შუტკებად წევ. სცენარს რა და ეგ დაჟე არ ვიცოდი თავიდან მე რო დავიწყე, ვწერდი როგორ იცი, მოთხრობას ვწერდი. ხო. პირველი ორი დაიცოდი ის რომ გადმოგეცა როგორ უნდა ყოფილიყო. ხო, პირველი კი ვიცოდი შუტკები რომ უნდა მეწერა, კაცო შუტკები მქონდა ნაწერი და დაჟე ნომრიანი შუტკები მასანკაში მქონდა ნაწერი, რა თქმა უნდა. მაგრამ მე არც არავის აუხსნია ჩემთვის თავიდან, ეტყობა ფიქრეს რომ ისაც იცის ნათელი იყო ყველაფერი როგორ უნდა მექნა და დიდი მოთხრობასავით დავწერე 3 ფურცელი შევიტანე რა. სამჯერ ეგრე დავწერე. მე არც უთქვიათ რომ იქიდანაც კი გადიოდა ხუმრობები, მაგრამ მე რომ გადავხედე სხვა ფურცლებს და წერდი ხო რა, იმათ. დავიწყე მეც ეგრე წერა რა. ხო, ამიტომ იყო ეგ ამბავი იყო, სანამ მოერგები, სანამ ისწავლი, სანამ ხელი გაგეწაფება ისე როგორც კონკრეტულად. ისიც არის, ეხლა ადამიანებს უნდა შეგხვდნენ ისეთი რომ მაგალითად თავისი ცოდნაც გაგიზიარონ, მან რა ხო, რა თქმა უნდა. ეხლა მაგალითად ჩვენთვის ეგეთი ადამიანი იყო ბატონი კოჩა კორხელაური, რომელმაც უბრალოდ გვასწავლა სცენარის დაწერა, დრამატურგიის მიცემა სცენარისტის და ეგ ანუ უნდა შეგხვდნენ კარგი ადამიანები, ვისაც შეუძლია ცოდნის გაზიარება. კი ბატონო. ამ სფეროში მით უმეტეს და თორე ისე ძალიან დიდი გზა უნდა გაიარო რომ იმ დასკვნამდე უნდა მიხვიდე, რასაც შეუძლია რომ ერთმა კაცმა 1 საათში აგიხსნას. კორხელაური ხო არის ჩემ შემთხვევაში არის ისა ოთო. ოთოსთან ერთად დავიწყე სოლო ხუთეულზე, სოლო ხუთეულის ფარგლებში მოკლედ გადავაკეთეთ, სადღაც 150-მდე კლიპი მაქვს გადაღებული სოლო ხუთეულში. ეს არის 150. პერიოდზე გვისაუბრე 24 საათი მუშაობდი ესე რა თქმა უნდა. თინცო, ეს 150 სიმღერა რომელიც გააკეთე. ეხლა დღეს ხელმისაწვდომი არის ადმე, იმიტომ რომ მე YouTube-ზე რო დამისერჩავს, ანუ რამოდენიმე მინახავს სიმღერა რო გითხრა და მაგდენი სამწუხაროდ ხელმისაწვდომი არ არის ამ წამს YouTube-ზე, არ არის რაღაც მიზეზების გამო, რომელზეც საუბარი არ მინდა ამ წამს. არის რაღაცა მიზეზები, რის გამოც არ არის რაზეც ძალიან წყდება გული, იმიტომ რომ მთელი ჩემი პორტფოლიო ეს იყო სერიოზული პორტფოლიო რა ჩემთვის. გაქრა YouTube-დან რა და
ვისაც აინტერესებს და ვისაც უნდა სოლოხუთეულის, ახლა წამოვიდნენ ბავშვები, რომელსაც საერთოდ არა აქვს და არიცია. დარწმუნებული ვარ, ბევრი იქნება ეგეთი. ვისაც აინტერესებს, მაი ვიდეოზე დევს ორივე სეზონი რა. კი, არის მაი ვიდეოზე. ორივე სეზონი დევს მაი ვიდეოზე თავიდან ბოლომდე. ახლა არა გადაცემა. უხსნათ იმათ რა მაი ვიდეო რა. იმ ბავშვებს. ხო, იმ ბავშვებს. ხო. იმას რო დაუბრუნდეთ რა, ცინკვესებს. ხო. მე მაქვს ეგეთი კითხვა რა. აი ძირითადად აი როგორ ხდება ან თვითონ გადაცემის შესახებ რო გითხრა, აი სტუმარი როგორ არჩევს სტუმარს. შიდა ამბავი. ხო, აი სტუმარს არჩევ თუ თვითონ სურვილი აქვს თუ როგორ არის? ან ეხმარები ხოლმე თუ არ ეხმარები ხოლმე თუ აი რა ხდება? ძირითადად ან თავს ხვარი პატიჟებენ ხოლმე ანუ სადმე რომ მიდიხარ შენ და მე მოვალ შენთან მოვალ რა გავაკეთე ნუ თქვიათ რომ სირცხვილი არა ვართ ხო ნუ თქვიათ რა ეგეც არის ხო ეგ მაინტერესებს ხო და ძირითადად როგორ ხდება რა აი მაგალითად ამდენ ხანია ვაკეთებ და უკვე ვიცი რომელი სტუმერი იქნება წარმატებული რომელიც და ორ ეტაპად ყოფ რა ეგეთ სტუმრებს არის სტუმარი რომლის იუმორიც მომწონს და ვთვლი რომ ეს კაცი ამ კაცმა რომ კი შეიძლება ხმადას მენა არ აქვს მაგრამ იუმორი აქვს ისეთ დამახასიათებელი რომ ამ კაცმა თავისი გადაკეთებული სიმღერები რომ მოიტანოს იქნება ძალიან სასაცილო ეს ერთი განხრა და მეორე განხრა მაგალითად მომღერალი რომელიც იქნება საინტერესო კარგად მღერის და მისგან კარგი დაწერილი ხუმრობა და პლუს კიდე კარგად ნამღერი უკვე არის შემდგარი გადაცემა და არის მეორე შემთხვევა ესეთი შემთხვევა რომ კარგი მომღერალი, კარგი ხმით, ეფექტური და კარგი იუმორის პატრონი. პირველი შემთხვევის სტუმრები არიან დათო ხარაბაძე, მაგალითად, რომელიც თავისით კი, რამდენჯერმე ყავდა თან, მე მგონი. ხუთი ყველაზე მეტჯერ და პაიქრობა წავიდა თქვენ შორის. აჩიკო ბერიძე არის. კი, აჩიკო ბერიძეს კი ძალიან. არის რამოდენიმე, რომელსაც ვენდობი და მიდი შეუბერე და მოდი. ბოლოს შეგაწყვეტნით, მაგრამ აი მაღლაკელიძის ბანდერასი, აი ხო ბევრჯერ მაქვს მოსმენე, ხო 1000-ნაირი ვერსია მაქვს, მაგრამ აი შენთან რომ ნახე კიდე მეცინებოდა. კი, რა თქმა უნდა. რომ ისე იმ სემღერის რაღაცნაირად. მე მაინტერესებს მიშას რა უკითხო, ეხა ეგეთ რაღაც რომ თუ უყურებდა ბავშვობაში ყველაზე ჭკვიანს. კი, უყურებდი. კარგი, თემა მუსიკა წავიდა. Queen-ის გიტარისტი. Brian May. Sorry-ა, ვინ მიუძღვნა Earth Song Mike Jackson-მა? ვინ მიუძღვნა? არა, ვის მიუძღვნა Earth Song Mike Jackson? დედამიწას. Sorry-ა, დედამიწას. გული არა? ბერდება. Sorry-ა. ცნობილი როკ მომღერალი რომელმაც საქართველოში იქორწინა. ჯვარი დაიწერა. ცნობილი კომპოზიტორი რომ არა, მომღერალი. როკ მომღერალი? დიახ. არ ვიცი. იან გილანი. კი, ჩოხი. დიბიდი? და. Sorry-ა. ვინ დაწერა ცხელი ძაღლის საუნდტრეკი? ნიაზმა. Sorry-ა. ცეკას მდივნიშვილი, რომელმაც თეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა ოქსფორდის უნივერსიტეტში და შემდეგ ძალიან წარმატებული მუსიკოსი იყო. ირაკლი ჩარკვიანი. Sorry-ა. ვისი სიმღერა იყო ჩართული სტადიონზე, როცა საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გავიდა? შენთვის მღერი იმის რა ქვია? მერაბის. ვინ წაიღო ეშმაკვა გია სურამელაშვილის სიმღერაში ნინიკო? ნინიკო. წარსული. ნინიკო წაიღო თვითონ. თვითონ ნინიკო. კუნძული ამაგარი, მაქვს მაგარი ზაგარი. Sorry-ა. როგორ კაბას უყიდის მიშა სინცაძე გოგოს? როგორიც ახარ შენ. ან ძოლად რომ შლიდა უნებებს, საკამათოა. ვინ დაწერა ბინდისპერია სოფელი? ხალხურია. მიხა ხელაშვილმა. მიხა ხელაშვილი. გიყიდი, ფაჩუჩებ, ჩიმჩაი და ჩაი? რა. Sorry-ა. ვიში უნდა შეშლოდათ მანანა? სხვებში. Sorry-ა. ვის ეძახიან რასისტები თეთრ ბლუზის მეფეს? ერიკ კლაპტონს. ფრედი მერკურის რასისტები და. ფრედი მერკურის ბოლო სიმღერა. Sorry-ა. რამდენი ცოლი არა, show must go on. რამდენი ცოლი უნდა ცნობილ რაჭულ სიმღერაში? კი, მართალია. რამდენი ცოლი უნდა ცნობილ რაჭულ სიმღერაში რაჭულ კაცს? 100. ერთი ყავს და 2 უნდა. არა, 100 ყავს და 2 უნდა. არა, ერთი ყავს და 2 უნდა. ისე 100 ყავს და 2 უნდა, ხო საინტერესოა. ძალიან საინტერესო, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ. ლა ეს სიტყვა ყველგან ისმის. არა, ლე. რომელია ქართველი მორაგბეების ჰიმნი? არ მახსოვს. მაგრად დახკარი. ქართული YouTube-ში საუკეთესო იუმორისტული მუსიკალური გადაცემის წამყვანი. მიხეილ წინცაძე. Sorry-ა.
რამდენი ფულა დავაგროვე? ტრენერად გააკეთე. ეს იყო თვარსებით 15 იყო 20-დან. კარგი, საკმაოდ კარგად წაართვა თავი, ნახევრად იუმორისტული, მაგრამ მაინც ყველაზე ჭკვიანი სიტუაცია გამოდის. კი. ძალიან კაი. კაი, რადგან თამაშებზე გადავედით. თამამად შეგვიძლია თქვა, ხო, რომ გადავედით. თამაშზე გვაქვს, კი. ხო, ერთი საინტერესო თამაში გვაქვს ასევე მომზადებული, რომელიც არც შენ არ იცი და არც თორნიკემ არ იცის. რა თამაში? თამაში. მოკლედ, მე რა ვერსია წავიკითხე სცენარის. ხო, მოკლედ, მიშას ძალიან ხშირად ხედავთ ხოლმე გიტარასთან ერთად. გიგაც უკრავს გიტარაზე, მეც ვიცი. ერთადერთი ადამიანი, ვინც გიტარაზე ვერ უკრავს, არის თორნიკე. ჩვენ. არ უკრავს. ხო ეგრეა? პიანინოზე უკრავს. პიანინო გიტარა. მოკლედ, თორნიკე დაუკრავს გიტარაზე ახლა. და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რა სიმღერას უკრავს. აჰა, დავაი. მე მგონია რომ ძალიან საინტერესო თამაში. ხმის გარეშე, ხო? შანსი არა. ხმით კი მივხვდებით. ხმის გარეშე, მხოლოდ გიტარაზე დაუკრავს. უნდა გითხრათ რა ხო, მუსიკაა. გიტარაზე უნდა დაუკრას და ჩვენ უნდა გამოვიცნოთ რა სიმღერას უკრავს რა. აუ, ძალიან რთული იქნება თო. ხო არ ვცადოთ. კი, სად არ გიტარა. არა, ეხლა უნდა გეთქვა რომ არა არ ვცადოთ და კაი გავაგრძელოთ. კაი, გიტარა გვინდა, ხო? კაი, გიტარა გვინდა, ხო. კაი, აგერ შენ გიტარა. ეს ამდენი ხანი მანდგედო? ხო. ჩახშე. რა კაი გიტარა. წერა, იცის ხო? ფანტასტიკური. აკორდების ცოდნია. სუფრული. კაი, მოდი დაიწყოთ. აბა, რამე შემოგთავაზე და ჩვენ უნდა მივხვდეთ რა სიმღერას. დაწყებულია უკვე? აუჩე. მოიცა? დავაი. ეს ხო რაღაცა რითმია. კი. ისა. კი, მოიცა? ის არის. არა, ბიჭო, ამოსვლა უნდა კიდე. ხო, უნდა ამოვიდე. არა, რა სიმღერაა? ჯერ წკბები აუ ის აღარ მივაგენი ის რო იყო რა, აღარ შვები. ის არა ყველა გიტარისტს რო ასწავლიან. ხო. ყველა კლასიკური გიტარისტს ასწავლიან. აი, გამოვიცანით ეს. გამოვიცანით. კი, აბა. რა ქვია? რა სიმღერაა? არ მახსოვს. დაგიკრათ კიდე? ეს არის. მე რა ვქნა? დანა. რა ქვია ამ სიმღერას? კაი, გამოვიცანით ხო? გამოვიცანით ხო? მეტალიკა, მეტალიკა. კაი. რა თქმა უნდა. ბატკმეინეს. რა თქმა უნდა მეტალიკა. და ჩაგვეთვალა. რა თქმა უნდა მეტალიკა. კაი. კარგად მივდივარ. კაი, თორნიკე. რამე ქართული დაუკრა. რამე ქართული რა. რაც იცი. დავაი. ან შენ თვითონ უნდა თქვა რა, ჟანრი უცხოურია, ქართულია, რო? იცი როგორ ქნათ? ნახე, სათითაოდ უთხრათ ხოლმე, ქართულია, უცხოურია? ოკეი, მიდი. არა. მე რაც პირველია შეკითხვა დამებადა, იცი სიმღერაა? ისი არის დაწყებული, აი, ხო სიმღერა. ქართულია? დაიწყო რო? ქართულია? კი, ქართულია. მაგრამ ვერ განიშნებთ ვერავთვით, ბიჭო. ანუ მარტო მელოდიით ვერ ხვდები, მე ტექსტიც ანუ ეს აქ ძალიან ძლიერ დასაწყისში. ხო, აჰა. მე ვარ ნავში და არა. ქართულია ესე იგი. ქართულია, სუპრაზე. ემპიანია თუ ნელი სიმღერა? მიდი. აიდან არის გიხდება, ეგან არის? სუფრულია, სუფრაზე მღერია? სუფრაზე, ძირთადად იმერეთში. იმერეთში. თუ ჩვენს მხარეს ჩაგიულია? იმერეთის მასპინძელო? ეგეთი მარტივი მინიშნებაც არ არის, ხო? ჩემი იმერეთ. აჰა. ბიჭო, როგორ უნდა ქნა, ვერ ვშვები. ძირთადად როგორ იმერეთში. მინდა იცი და აი ვერ ვშვები. ძირთადად იმერეთში. იმერეთში. მიდი. აი, ამით უნდა მიხვდეთ რა. დავაი. მაგითიც ყველა სიმღერა. კალაქსია. აბა ძალიან ძლიერი ესა აქ და ქუთაისო ჩემო. ქუთაისო. აჰა. მეტი როგორ განიშნოთ? მეტი არა, კაი იყო. არა, კარგი იყო. ქუთაისო ჩემო. მე ვეღარ შვები, ეგ არის. დაწყება ზუსტად ქუთაისო. აი, 2-დან 2 გვაქვს. 2-დან 2. აუ, ის მეტალიკა თქვენ გეთქლებათ? კაი, მიდი, აი მესამეც და ეგ არის. ქართულია? ქართულია თუ უცხოური? ავიდა რა, კარგად ვქენი და. ქართულია? არა, ხო ქართული. ვიცი.
ის არის რა ქვია? ემინემია? ჰა? ემინემია? დან. აჰა. მიხდები. 80 წლების როკი. ცინცო ვერა? იესო ქრისტე სუპერ ვარსკვლავი. არა? ბიჭო რა რთულია. აუ ძალიან რთულია. აი ეს არის როგორ? Pink Floyd. არა. არა ახლოს გაკ. ნახე დასაწყისი უნდა ეს გიტარა რა. ACDC? ACDC-ა? ის არის Led Zeppelin. მოიცავს. ეგ იყო? როგორ ვერ გამოვიცანი? მაგრამ მოუგეთ მაინც. მოუგეთ. და 3-დან 2 გამოვიცანი. არა. დავასვენ. გიტარა დავასვენ ჯობია რა. ზუსტად ისაც უნდა დაუკრა და ძალიან ვერ შვები რა. თულია. დავასვენოთ, მოდი. დავასვენოთ. თუ ივარგებს ეს კიდე მერე? თუ გამოდგება? ციცო, ისე არასწავლი ხოლმე დაკვრას ადამიანებს. აი ესეთებს. ბარბარეს ვასწავლი ხოლმე, ბარბარეთი დავიწყე. და სხვადასხვა მოწოდებით ალბათ შინაგანად ვარ მასწავლებელი რა, იმიტომ ძალიან სიამოვნებს ეს ფაქტი, არ მღლის საერთოდ, ნერვებს არ მიშლის და რაღაც შედეგს რო ხედავ ძალიან სიამოვნებს რა. როგორი უნდა იყოს ეს მოსწავლე რო არ მიიღო? რო არ მივიღო, ჩემზე უკეთესი. შენზე უკეთესი. მართლა? ხო, რო არ მივიღო რა. აი თორნიკეს ვასწავლოთ რაღაც დაკვრა. სიამოვნები. მართლა ძალიან კარგი სმენა. ძალიან თუ კი არა, რა თვითნასწავლია. უკრავს. თვითნასწავლი. ანუ ხო ახლა ისე ვერ გავაკეთებდი რო არ არა, უყავდი. თორნიკე თვითნასწავლი არის ხო გიტარაზე? არა გიტარაზე. არა, ხო გიტარა რთულია, ანუ ბიჭო გააჩნია ახლა დრო რო დაუთმო ისწავლი რა ხა წაი ხო დავიჭირე ერთი ნოტი ეგრე უნდა იწვალო. ხო, აი ეგ მივალ. მაგრამ სხვადასხვა მე დარწმუნებული ვარ თორნიკეს თავის აუდიტორია ყავს ვინც კი ბატონო. ვინც არ შეიძლება ჩვენ არ გვესმის. არ არის გამორიცხული. ამ საუკუნის მუსიკას არ უყრავს. არა, ეგეც არის. შეიძლება ეგ იყოს. ცოტა ადრეა მუსიკა. ხო, კი ბატონო. ჩვენთვის არის ადრე. ეგ მუსიკა. სხვათა შორის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თამაში გვაქვს. რამდენი გვიმუშავია? ძალიან კაი. ხო, მოკლედ ძალიან მარტივი თამაშია. ამ შემთხვევაში ორ გუნდად გავიყოთ, ანუ გიგა და მიშკა იქნებიან ერთად, მე და თორნიკე, როგორც ყოველთვის. უცვლელი პარახა. გიტარისტი მეგობარი, ერთად იქნებით და მოკლედ ჩვენმა მეგობრებმა ჩამოგვიწერეს თემები. ხო. 5 თემა იქნება. და 30 წამში ვინ რამდენს ჩამოთვლის. აჰა. ოკეი. მე მგონი იქ თამაში, ხო? კი. და ეს ძალიან მარტივად აქვე გვიდევს ეს ფურცლებით. მოკლედ აი ეს 5 თემაა რა. რიგრიგობით წავიკითხოთ და მე პატარა აუქციონივით ვინ რამდენს შევძლებთ ნახოთ. ვინ ჩართავს წამებს? მოდი მე ჩავსხა. კაი. ოკეი. სხვათა შორის პირველი შემთხვევაა რომ ხო, მამა გამოიჩინა. თუმარიც ესე თომას კალკულატორი აქვს ტელეფონში. არა, კაცო. ტაიმერი. კალკულატორი წეღან არა, კალკულატორიც კალკულატორიც მაქვს. კალკულატორიც ხო გაქვს? აი ხო, კაკა იმას შევადა. ხო, არა, კალკულატორიც გამოიყენა. ჩამირთია და ნახე როდის არის ჩართული. გეხოცა კამერაში. კამერაში აი როდის ეგ არის 121 უნდა ამას დავსკრინავ, იმიტომ ეს მჭირდებოდა. რასი ვარშია ქონაგათიშვილი? არა. всё, მიზადო. წავიკითხოთ ხო? პირველი თემა. მიდი. 30 წამში ვინ რამდენ ულვაშიან ცნობილ ქართველს ჩამოთვლის? მოიცა ერთი წუთი. ერთად უნდა დავიწყოთ თუ ჯერ თქვენ და მე ჩვენ. დრო არ ჩართო, ჯერ აუქციონი მიდის ჩვენ 5-ს, თქვენ 6 და მე 30 წამს ჩავთვალ. აჰა, ოკეი. ულვაშიან ქართველ ერთი დავიწყოთ. ულვაშიან ქართველს. ერთი. კი. 1 2 3 იყოს ჩვენგან. 4 5 შენ არ გაქვს ულვაში? აი 6 და ვიწვალოთ, მაგრამ მხოლოდ ულვაში თუ წერულვაში რო არა, ულვაში. აი აქცენტირებულად როგორც შენ ეს ულვაში უნდა. 7 ვერ ვიტყვით? 30 წამში? ხო. ბიჭო, შეიძლება ვთქვათ. სარისკოა, მაგრამ აი 8-ს ვერ ვიტყვით. აი 7 თქვით. 7 თქვით. იყოს 7? იყოს 7 თქვით. კაი. 3 ვინ დაიწყებს? ერთად ვთქვათ, მე რამოდენიმე ორი ვარიანტი მაქვს. ორი მაქვს მე.
5 უნდა გქონდა შენ რომ გამოვიდეს. ეხლა მიშკა თავი ხო არის მე ერთი მაქვს ვაფშე და მაგრამ მაგიტო არ და ის ერთიც დიდი ეჭვია რომ შეგამისწყა იმ ორიდან ერთ-ერთი იყოს ჩემი ერთი. კაი, მიდი ცადოთ. დავაი, წავიდა. მე დავიწყებ მაშინ ახან ერთი. დაიწყე. დავაი. თქვი, დამავიწყე ის ერთი. მიშკა, ციცაძე ხო არის? კი, ჰამლეტ გონაშვილი. თამუნა ამონაშვილი. ის რაფია? გუგა ქაშიბაძე არ არის დამწრობის ის? იყოს, კი. ულვაშიანი. კიდე ვინ არის? ბიჭო, რა რთულია ულვაში, უცებ ულვაში. სპორტსმენს ვინმეს არა აქვს ულვაში? სპორტსმენს უნდა ულვაში. ულვაშიანი, ბიჭო. თემურ ციკლაური ადრინდელი. ხო. ციკლაური. ხა, გაითიშ. всё. ვინ გეგონება შვიდი ჩამოთვალეს. ჰა? ნინიაშვილი. შემდეგი 30 წამში ვინ რამდენ წელიწადის თვეს ჩამოთვლის ხმოვნების გარეშე? ერთს ჩამოვთვლით ჩვენ. ხმოვანის გარეშე. ხმოვნების გარეშე, 2 ხო? ხმოვნების გარეშე ხო? 3. 4, 3. 4. 5. 6. წელიწადის დრო, ბიჭო. დრო? თვე. მაშინ ადი 12-მდე. არა, რთულია ის ესა თქვა. ბიჭო, რატო? მე ჩვენ რა მეკრით? 5. რა, ოქტომბრი. ოქტომბერი. მედი. მედი. ნს რა იქნება? ნს? არა. მუს, მაის. ხო და კაი 12. ნს 12? ივნისი? ხო, აი ამაშია საქმე, ივნისია თუ ივლისი. ნს. კაი, მოდი 12 ჩამოვთვლით. 12 ვიტყვით? რატო ვერ ვიტყვით ნბრ? აი, მიდი. დაუნცე მიდი. ოკეი. კაი, 3 2 წავიდა. 2 წავიდა. ნბრ, დკრბ. ვაფშე აურიე მიყევი მაინც. მიხოლები. ხო, თვე ესე ვიწulis. მუს. გვსტ. ნმრ. პრ. კიდე აურია. კიდე აჩეხა. ყველა. რატო ჩეხა? ყველა. არა, სტოპ. მე ჩამოთვალე. არა, მე ჩამოთვალე. ყველა ჩამოუთვალე, რა გამოუშვა? დკრბ ისაკეთო. დეკემბერი არ გიქვია. დეკემბრი დაიწყო. აუ, რაღაცა მეცინანი გავიწვი. მე მგონი ყველა ჩამოთვალე. არა, 12 არ ყოფილა შანსი არ მე გამწამოძახილებს ვითვლი. თონიკე მოყვე ისტორია. ეხლა რასაც მეცინანი. აი, არ გინდა. კაროჩე, თონიკე არის ძალიან ანუ ზეგანათლებული ადამიანი რა. ონას როგორ არის, იცი, ანუ იმდენად რთული რაღაცები ისწავლა ბავშვობაში რა. ბავშვობიდან რა, რომ მარტივი რაღაცები, ხო ხა დაიკიდა რა. ამას რა უნდა? ანუ რა გავიდა მაგას რა, ამას რა უნდა მოვიდა რა. ბიჭო, აბიტურიენტები ვართ რაღაც ეგეთი პერიოდია და აღმოჩნდა რომ თონიკე მიყოლები და იცის თოები რა. და ამბობს ისტორიაში ასოცი და ნასოცი და ეცე და უცებ და ეს თუ ოქტომბერში იყო ის იქ რო იყო რა ანუ მიყოლებით არის და თოები რა და ვასწავლეთ მაგრამ მარტივი რაღაცა კარგი მასწავლებლები ვერ გამოვდექით ჩვენ რა ხო და ეხლა მაგაზე გამეცინა რა არეულად რო დაიწყო ანუ მაგაზე გამეცინა რა ჩამოგითლი თავიდან ბოლომდე აი შენი ერთი წელიწადი როგორ გადის თოების საიდან იანვრიდან ხო გინდა იანვარი თებერვალი მარტი აპრილი მაისი ივნისი ივლისი აგვისტო სექტემბერი ოქტომბერი ნოემბერი დეკემბერი ოპა რატო აი ვერები ჩამოვდა კოცა აი გადავიდეთ შემდეგს 30 წამში ვინ რამდენ საკეიფო სიმღერას ჩამოთვლის უფ 6 ერთი დავიწყე კაი 2 3 4 5 6 7 ამდენი გვიწევს წამში 7-ზე თუ 8-ზე ხო 8-ზე 8-ზე გვიწევს აი კაი მე ეხა ფიქრო
სიმღერაზე ფიქრობთ. ხო. აი 8 იყავს და მივყვეთ რა როსკი. 8 ხო. 9. კი ბატონო. ანუ 9? ხო რა ვიცი. არ გვახსოვს რა. კაი. ეხა ესე უცებ ვერ ჩამოვიდა. კაი, 1, 2 და დავიწყეთ. ტროლაილას პული რა თქმა უნდა, წადები და ჩახოხბილი წესოთის პურები, ღვინო კახურო. ღვინო დავლევ საფხინოს. პავლემა დაისხავდა დავლევ ბარაში. თითელი მზე შავი, სარაგვია. პატარაო ხალია, ეკვაროლის ტარარარა. მინდა გაგებოდო ხან ეგეც არის საკითხია. ღვინო შენი. კაი, მღეროდა ადამიანი. ეგ არის ჩამოთავი. ღვინო შენი. დავიწყე, მაგრამ ღვინო შენიზე არაფერი არ გრძელდება. კიდე კარგად. კი, კარგად გავჩენ. ეგ არის. ჩამოთვლიდით ჩვენც. კი. 2 თერც გიგე. მაგრამ ჩამოთვალე. კაი, გადავიდეთ აბა შემდეგი უნდა. 30 წამში ვინ რამდენ ქართულ ცხარე კერძს ჩამოთვლის? შენ რო გააცხარო ეგეთი კერძები ხო არის? რა, ეხა რაღაცა საჭმელი და ციცაკას დაუდებ. თუ არა, დედანში ვეწ ცხარე? დედანში. ო. 1 რთულია 1 2 3 კი ბატონო სამი რა თქმა უნდა 3 ცხარე კერძი. ხო. კი 4 5 ვითომ შეიძლება 5 ცხარე კერძი 5 6 ჩამოთვალო ჩემი ხო, აზრით ჩემი აზრით. ანუ უეჭველი მარტივი შევედავებით რაღაცებზე უეჭველი რა. რაღაცას როგორ ისინი ჩვენზე მეცრო. მიდი 6 უნდა 3 2 წავიდა. ოსტრი ცხარე უნდა იყოს. კი ბატონო. კუპატი კი არის. ცხარე უნდა იყოს. ანუ ორზე კი ბატონო აფხაზურად ცხარე უნდა იყოს. არა აფხაზურა არ არის მაინც და მაინც ცხარე შენი არ გიგმერო გემოვნებაზეა ცხარე კიდე რა უნდა იყოს. მე ნახე როგორ ავარჩა საფრთხე. საუბრად გავიჭერე. საუბრად გავიჭერე. აუ, არა და როგორ 28 წამი მიმდინარეობს. ანუ ნახე, მე უნდა მეთქვა ლობი. აჯიკა. ეგ არის. 2 თქვით ბიჭო. ერთი უსტრი იყო. აუ, ცხარულა. ქვია. ხო, თუ. რა იცით ისე ცხარე ქართული კერძები? მეგრული კუპატი. მე ბატონო. უეჭველი ცხარე უნდა იყოს, მეგრული კუპატი. კი ტრიპამიდრი საათი. ხმერული. ხმერული ცხარი არა. არ გვაქვს მაგდენის ცხარი. ანუ ჩვენ ვაცხარებთ. ხო, არა გვაქვს, ბევრი ცხარი არა გვაქვს. თო ისე დედანშივე ცხარი არ გვაქვს რა, ბევრი. ხო. ანუ რანაირად ვიტყოდი აბა. არა ჩვენ მართლა. სამაგეროდ გვაქვს ციცაკა, რომელსაც ნებისმიერი ამის გააცხარეთ. ხო, და ეგრე ვიქცევით ხოლმე თორე. ანუ დასაწყისშივე გათანაბრდა ანგარიში თუ რა ანგარიში? კი გათანაბრდა. ვიგებთ. თქვენ იგებთ? ხო. 3 თერც ვიგებ. 3 თერც ვიგებ და ბოლო ისე წაიკითხე. ანუ ჰანდიკაპით არ წავაგებთ ანუ მაგაზე 30 წამში ვინ რამდენ მუსიკალურ საკრავს ჩამოთვლის? ახლა ხო მოგიგებენ. 1 2 გიტარას ხო იტყვით ორნიკი? თავის თავად. 3 4 20 20 აუ, კაი, მაინც გითხარით. 20 გითხარით. 20 იყოს? კი, 20 იყოს. ნახოთ რა თუ მოვასწრებთ. კი ბატონო. დავაი. გიტარა, პიანინო, საყვირი, საქსაფონი, ტრომბონი, ვალტორნა, ტუბა, მარაკასი, ვიოლონჩელი, ბას-გიტარა, კლასიკური გიტარა, ხო არის განსხვავება, რამდენია ეს? 11. ფანდური, ჩონგური, სალამური. ერთი დაგჭა? ხო, 1. დრამი. კი ბატონო. 20 ხო, 25 წამს. კიდე იტყოდა. კი, კიდე იტყოდა. 25 ჩაატევდა თავისუფლად. მათ თავიდან? ოჩა ხო. არა, ხო. რა შევიტანეთ ეჭვი ვერ იტყოდა, ხო, იტყოდა აბა რას იზავდა. არა, უბრალოდ რაზე სუკრავს ისინი ჩამოთვალა საკუთარ. ძალიან რთულია, რომ რაზე სუკრავს ჩამოთვალა. ძალიან რთულია 30 წამში არა, ანუ ყოფები გავიგე, წნეხი 25 იზრდება კი, რა, კი, როცა ის არის დრო არის დანიშნული თორე. კარგად გავერთეთ. კი, კარგი. გავიმარჯვე, მაგრამ კარგად გავერთეთ. კარგი იყო, ძალიან. კარგი იყო. გავერთე. და ახლა მაშინ ბოლო ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ცოტა უნდა დავსერიოზულდეთ. აჰა. და მეგობრებო, ნაჯახი შეკითხები. ნაჯახი შეკითხვა.
წიგნში დევს ნაჯახი შეკითხვები, ძალიან მარტივი პრინციპია. რიგრიგობით უნდა ამოიღო და გულწრფელად უნდა გვიპასუხო რა. კითხვები, რომლებიც გამოგვიგზავნეს ჩვენმა გამომწერებმა, ან შეიძლება ჩვენი დაწერილიც კია. მაგას ვერ გაიგებ. მაგას ვერ გავიგებთ. მაგრამ გაიხსნა პასუხს იმის მიხედვით გაიგებ. აჰა. კაი, მოკლედ რიგრიგობით გავყვეთ და აბა გულწრფელად ამოვიღო. ერთი წაიკითხე, მე. ამოვიღო და წავიკითხე. ხმამაღლარო წაიკითხე. შენი ქალაქისთვის რას აკეთებ? აჰა. ჩემი ქალაქისთვის რას ვაკეთებ? პირველ რიგში მე მყავს ძაღლი. ტაკს ამყავს ბუბი და როდესაც ბუბი გამყავს, პატარა ცელოფნები მიმაქვს ყოველთვის. ყოველთვის რომ ბუბის მოსაქმებული ავიღო. ეს ერთი. მე მეორე. და სხვათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, ძალიან. იმ დღეს გამოვედი უბნიდან, ჩემი უბნისთვის გამოდეს, მაგრამ ქალაქი ხო შედის. რა თქმა უნდა. ქალაქი იქნება უბნებით. და მის მარკეტის წინ ვიღაცას დაუფშნია ბოთლი, დაუტეხავს ბოთლი. არ დამეზარა აუდექი ნამსხვრევები ავიღე და ჩავაგდე ურნაში. ხო, კი. ეს მეორე. კიდე ბევრ პატარ-პატარა ლიფტში არ ვეწევი. ეს ზოგადად აღარ ვეწევი საერთოდ, მაგრამ ლიფტში არ ეწევი. განსაკუთრებით რაც არ ვეწევი, იმის მე ლიფტში აღარ ვეწევი. ლიფტიც არ მაქვს მე-6 სართულზე, საერთოდ ულიფტო корпуსი მაქვს. თორე უეჭერი მოწევი. ვერ გამიწევს. ანუ რამდენი რამე ასე დაჯდა. რამდენი რამე გჭირდება რომ ლიფტში მოწია. ხერ ლიფტი მე სიგარეტ მოწევა უნდა დაიწყო და მე უნდა შეხვიდე ლიფტში. ლიფტიანი корпуსი. ხო, იქ უნდა შეხვიდე და იქ უნდა კონკრეტულად. კი. ანუ არ მოწია. ხო, ნუ რაღაცებს ვაკეთებ რა ჩემი ქალაქისთვის, რაც სიამონებს ძალიან და ჩემს თავს ანახებს როგორც მოქალაქეობრიობა გაზრდილ ადამიანს და ეს ძალიან სიამოვნებაა. დამშოვანი. რაც ვფიქრობ, ყველამ უნდა ვაკეთოთ. მოკლედ იმიტომ რომ ერთი საზოგადოების ნაწილი ვართ ყველა და კი ბატონო. შენი არა, მაგითო უნდა ვაკეთოთ. რატომ წამოხვედი ტელევიზიიდან? აჰა, საინტერესო შეკითხვა. ძალიან საინტერესო შეკითხვა, რომელზეც მთელ რიგ გადაცემებში მაქვს პასუხი გაცემული. მაგრამ არ დამეზარება კიდე გაგცემთ პასუხს ტელევიზიიდან წამოვედი იმის გამო, რომ 12 წელი ვიმუშავე ტელევიზიაში და შინაგანად ხვდებოდი, რომ ცვლილების დრო იყო. ხვდები, ცვლილება მინდოდა რაღაცა სახით, ცვლილება მინდოდა. უფრო დამოუკიდებლობა მინდოდა და უფრო ისეთი თავისუფლება მინდოდა, რაც ტელევიზიის ფარგლებში არ იყო ხელმისაწვდომი და ამან განაპირობა ჩემი ტელევიზიიდან წამოსვლა. კი ბატონო. ეს იყო მეორე შეკითხვა. მისაღები პასუხი. არა დაპირისპირებაში და რაღაცა როგორ. არა, თუ გინდა ინტრიგა. პრომოში რა ჩავსათ რა ხო. ორივე ტელევიზიიდან წამოსვლისას რაღაცა პატარ-პატარა დაპირისპირებები მქონდა, მაგრამ არც ერთ ტელევიზიაში ისე დაპირისპირება არ მქონია, რომ საფუძველი და მიზეზი ყოფილიყო. კი, ითამაშა მაგანაც ფაქტორი, მაგრამ გადამწყვეტი არ უთამაშია. შენ ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებენ, თუ შენ ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებენ, როგორი იქნება დასასრული. თუ შენ ცხოვრებაზე ფილმს გადაიღებენ, ბიჭო, არ ვიცი, არ მიფიქრე ასეთ რაღაცაზე, რა, აი როგორი დასასრული. ჟანრი რა იქნება? კაი, მაგქენა დავიწყოთ და მე მივიღო. ბიჭო, როგორი ჟანრი იქნება, ალბათ, იცი, აი ეხლა უცებ მომივიდა თავში ცხოვრება მშვენიერი, მაგრამ ეგ ძალიან ის არის ტრაგედია, ბოლოს კომედიით იწყება და ანუ ყველა პატარ ჟიზნენი რა. ჟიზნენი ყველა ჟანრი იქნება რა. ხო, რა, რაღაცა უნდა იყოს ყველა ჟანრი. კი ბატონო. შემდეგ. ყველაზე კარგი და ყველაზე ცუდი სტუმარი cinque-ებში ვინ ყოლია? სავარაუდოდ ხო? ვინ ყოლია სავარაუდოდ. ყველაზე კარგი სტუმარი რო გამოვარჩიო. ბიჭო, ბევრი იყო, ძალიან ბევრი იყო, მაგრამ თუ კონკრეტულად ერთი უნდა გამოვარჩიო, ალბათ იქნება მამაჩემი. ყველაზე კარგი. მამაჩემი იყო ყველაზე კარგი. ყველაზე ცუდი სტუმარი, რა თქმა უნდა, დინამოს ექიმი. რომელიც ხუთჯერ მეხუთედ მოვიყვანა და ყლეობა.
ანუ 5 ჯერ მიეცი შანსი და არც ერთხელ არ ვარგა არაფრად არასდროს არ ვარგა მეც არ ვნებდები რა დათოს მოკითხვა მოკითხვა აქედან დათოს ეს ყველაფერი ხუმრობით ხო? არა რა ღირს შენი ერთი ცინკვესი 28 ლარი იყოს ეს ფასი 28 ლარი ეს დაწერილი უკვე ნახე თუ ახალი ხოს აირჩიე მიშკა ცინცაძე მხოლოდ იუმორისტი თუ მხოლოდ მუსიკოსი თუ უნდა იმენა კონკრეტულად ერთ-ერთი მუსიკოსი იას მე ნახე იუმორიც ვაკეთებ კონკრეტულად მუსიკალური იუმორს აი სხვა ტიპის იუმორს ჩამოშორდი და ისედაც იუმორშიც მუსიკა მაინტერესებდა უფრო ვიდრე მხოლოდ იუმორი ყოველთვის ამიტომ უფრო მუსიკოსი გასაგებია შემდეგ საქართველოში საუკეთესო იუმორისტულ მუსიკას ქმნი ეს კონკრეტული მიმართულებით ეხლა რა თორე ისე მუსიკას სალხმობას არ ვეხებ კი მე ასე ვფიქრობ ხო გითხარ კი ბატონო დაგეთანხმებით ხოთაშორის კი და რომელი იყო შენთვის საუკეთესო სამსახური აუ საუკეთესო სამსახური არის ეხლა ამ წამს დედას ვაკეთებ ხო რასაც ვაკეთებ და რატო ეხლა აი თლად რო შუაზე გავიხე მუშაობით ვიცი რომ ჩემთვის მიშა ცინცაძის სახელით ვმუშაობ და ჩემი თავისთვის ვმუშაობ კონკრეტულად და ეს შუაზე გახევა სადღაც წამადგება წინ ხვდები ამიტომ ვთვლი რომ ჩემი რესურსი ყველაზე სწორად იხარჯება ეხა ამ წამს კი ბატონო ეგ არის ეს იყო ჩემი ბრიტვა პასუხები ნაჯახ კითხავზე ბრიტვა პასუხი ხო ნაჯახ კითხავ ხო მე მგონი ისეთი კითხვები იყო ხო კარგი კითხვები არც წვადი არ დავწვით არც წვადი დაწვით არც შამპური რა თქმა უნდა არის მთელი რიგი საკითხები რომელზეც ბევრად ესე პირდაპირ შეიძლება და ესე საუბარი დაუფარავად მაგრამ არა კამერების რა თქმა უნდა ჩვენი გამომწერები თო მაგითო წერენ ესეთ შეკითხვებს კი ბატონო კი ბატონო გასაგებია აი ამასობაში გავიდით თითქმის ბოლოში ხო მე მაინტერესებს როგორ მოგეწონა ჩვენთან სტუმრობა ძალიან კაია და რა რჩევებს მოგცემთ ძალიან მომეწონა ძალიან კაია განსაკუთრებით სხვადასხვა თამაშებზე მეტად უფრო მომეწონა ალბათ რატო იცი უფრო ანუ სერიოზულისკენ უფრო მიმიდი სათქმელი ალბათ უფრო მეტი მაქვს სერიოზული ეხა ამ წამს ვიდრე ხო იუმორი ამიტომ ეს უფრო გამისწორდა მე კონკრეტულად თორე არ ნიშნავს რომ თამაშები ან რაღაცა კარგი იყო საერთო ჯამში ძალიან მომეწონა და ზოგადად მინდა გითხრათ რომ აი იმ თქვენ რო თამაშობდით იმ პერიოდის მანსანგანს ზოგადად დიდად მანსანგანს თვალყურს ვერ ვადევნებ მაგრამ იმ პერიოდში ძალიან მომწონდა თქვენი გუნდი დიდი მადლობა ეს კომპლიმენტი ჩემგან დიდი მადლობა აი ხარ მადლობა ჩვენც მინდა რომ წარმატებები გისურვოთ აუცილებლად ჩვენც ჩვენი მაყურებლები ვართ ძალიან გვისწორდება ხოლმე რომ გიყურებთ და დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ბოლოს ჩვენ სტუმართან რო გვაქვს ხოლმე? ერთი წუთი. ერთი წუთი, კი ბატონო. ერთი წუთი ნებისმიერ თემაზე შეგიძლია ჩვენ გავწერებს ესაუბრ. როგორც ისე რომ ჩვენ არ ჩავერევით. სერიოზული საკითხება აი ხო გინდა სერიოზული. აი ერთი წუთი გაქვს და ერთი წუთი. ამ ერთი წუთის მანძილზე ხო ჩემს როგორც გინდა ისე. მე მინდა რომ მთელი ეს ერთი წუთი ჩემს მეუღლეს თვალებში უყურო მდუმარედ. თუ შეიძლება. კი, რა თქმა უნდა. აი ეს თვალები დავინიშნავ. თვალები შეყვარული მოხსნა. დიახ, აი დაინიშნე. კი, აი. ჯერ არ ვუყურებ. მოიცა, აი ეხავე გეტყვი, stop watch-ი. წავიდა. რამდენია თქო? 20 წამი. აუ რამდენი დროა ამდენი ხალხი არას დროს დათიასთვის თვალებში არ მიყურები. თვალებით რასეუბნებით ერთმანეთს შეგიძლია თქვა? ყველაფერს. საყვედურიდან დაწყებული სიყვარულის არცნით დამთავრებული. 40 წამი. 40 წამი. და შენი მეუღლე რას გეუბნება? იგივეს. იგივე. ნუ გვაწყვეტი. 10 წამი?
და ეგ არის? ეგ არის. Yes. მოვასწარ. ეგ არის. სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ყველაზე გამორჩეული ორიგინალური სიყვარულის სავსე 1 წუთი იყო. კი. და ჩვენ მაყურებელს ნელ-ნელა უნდა დავემშვიდობოთ. მაგრამ ჩვენ მართლები არ ვიქნებით არც ჩვენ თავთან, არც ჩვენს მაყურებელთან, რომ ამ პოდკასტში გიტარა ხელში მხოლოდ თორნიკეს ეჭიროს. აჰა. და უბრალოდ მიშკას ვათხოვოთ გიტარა და ისე რო არ მოხდეს რომ ამ პოდკასტში მარტო თორნიკეს ეჭირა ხელში მოდ დავიჭე გიტარაზე და დავიმშვიდობოთ. ხო, გიტარო რო გეკავ, ხო გქონდა დაუკარე რა. ისე დაიჭირა. გიტარით დავიჭე. მოგვაწადეთ გიტარა თუ შეიძლება. ჩვენი სპონსორისგან დორჰაუსისგან საჩუქრად გვინდა გადმოგცეთ 20%-იანი ფასდაკლების ვაუჩერი. ძალიან მაგარი კომპანია, მოკლედ კარებს ამზადებენ ყველანაირი ფორმის, ზომის, რაოდენობის და ასე შემდეგ. სადაც გინდა იშეხვა. დიდი. შენ ლიზბი გაიფიქრე როგორი კარი გინდა და დაგიმზადებენ რა. 20%-იანი ხათრით ერთ კარებს ჩავამატებ სახლში სადმე. ფასდაკლებით ხო, რა თქმა უნდა. მადლობა დიდი. ხო, დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად იყავით. ჩვენთან სტუმრად იყო უნიჭიერესი, უმაგრესი ადამიანი მიშა ცინცაცი. დიდი მადლობა მოწვევისთვის, ბიჭებო. გისურვებთ ბევრ გამომწერს, წარმატებებს, კაი ბიჭები ხართ და კიდევ ერთხელ მადლობა. აბა, კარგად მეგობრებო, დაგემშვიდობებით შემდეგ პოდკასტამდე. ეგ არის. ეგ არის.